აბსოლუტურად ქართველი ადამიანია, ისევე როგორც ჩვენ, აბსოლუტურად ყველაზე უფრო ეს მახარებს, რომ ის არის სოფელში დაბადებული უნიჭიერესი ქართველი პატარა ბიჭი, რომელიც ფეხშიშველა გაიზარდა თავის სოფელში, რომელიც თავის ოჯახს ეხმარებოდა, თავის ძმებს ეხმარებოდა და საბოლოო ჯამში მოვიდა იქამდე, რომ კანონის დაურღვევლად. აბსოლუტურად, სადაც არ იყო, გინდა რუსეთში მოღვაწეობის დროს, გინდა ქართულ საქართველოში მოღვაწეობის დროს, კანონის დაურღვევლად. საფრანგეთში იცხოვრა და ამიტომაც არ აქვს არავითარი კომპრომატი არავის და ამიტომაც ბრძოლობს თავისი სიმართლით. კი შეიძლება იქ რაღაცა მილიონი, იმიტომ რომ ფულიან ადამიანს ყოველთვის გარემოცვა, ხო და არა მარტო გარემოცვა, ყველა ფიქრობს როგორ ჩაუყოს ჯიბეში ფული და ამას ვერ იტანს. ხელი. როგორ ჩაუყოს და ამას ვერ იტანს და გარკვეულწილად იქ რაღაც ეჭვიანობაც ჩდება, რაღაცა ჩდება, რაღაცა ყველას გვაქვს ჩვენი მინუსები და პლუსები. გეთანხმებით რომ რაღაცა, მაგრამ უნდა იცნობდეთ შიგნიდან ამ ადამიანს, რომ ამაზე ესეთი მე რო არ ვიცნობდე, შეიძლება მეც დამეჯერებინა რა, ისეთ რაღაცებს ლაპარაკობთ რა. მაგრამ როგორ შეიძლება ადამიანს ვიცნობდე და ეგეთი რაღაცა დავიჯერო? მე აი წარმოდგენა არ მაქვს რა. მიუხედავად იმისა, რომ კიდე ერთხელ ვიმეორებ, 25 წელია მასთან კომუნიკაცია არ მქონია. მაგრამ ვიცი რა ტკივა, რას განიცდის და როგორი სიმართლით და შემართებით იბრძვის თავისი ქვეყნის მომავლის საკეთილდღეოდ. ეს მომავალი მართლაც საკეთილდღეო იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული რა.